ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს იმსახურებს, რომელ ადგილზეა მსოფლიოში ქართველი. გიორგი მამარდაშვილის პირველი ინტერვიუ ლივერპულში. რა განაცხადა ქართველმა კიპერმა. გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი სპორტინგში. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. სამწუხაროდ ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენში 75%-ს არხი გამოწერილი არ გაქვთ. არ დაიზაროთ და გამოიწერეთ არხი, რადგან ამით ძალიან დამეხმარებით არხის გაზრდაში. ასევე ჩვენი მიზანია ავიდეთ 1500 ლაიქზე. მადლობა შენ თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი დავიწყოთ. ლისაბონის სპორტინგმა წინა სასეზონო მომზადება დაიწყო. დღეს პორტუგალიური კლუბი Celtics დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მატჩის 59 წუთზე შევიდა. შეიძლება ითქვას, რომ დარჩენილ დროში ქოჩორა საკმაოდ დამაჯერებლად და კარგად გამოიყურებოდა. თუმცა Celtics-ის მეორე გოლი შეტევაში მის დაკარგულ ბურთს მოყვა. სხვა მხრივ გიორგი ბურთს კარგად ანაწილებდა და ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდა. მეტიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თანაგუნდელი კარგ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ბურთი კარს დიდი მანძილით აცდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ ოქროს ბიჭს მის ახალ კლუბში. იმედია გიორგი თავს კარგად წარმოიჩენს და სპორტინგთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე იყოჩაღებს. საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში გადასვლის შემდეგ კლუბის ოფიციალურ გვერდთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მერსესაიდულ გუნდში გადასვლის მიზეზებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. ჟურნალისტი: გიორგი, პირველად ვსაუბრობთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლივერპულში. როგორია ამ კლუბის სამკერდე ნიშნის დარება და საბოლოოდ ლივერპულის ფეხბურთელობა? მადლობთ, ბედნიერი და ძალიან აღელვებული ვარ აქ ყოფნით. ეს ჩემთვის უდიდესი მომენტია, რადგან ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც ლივერპულია, არა მხოლოდ ტრანსფერი, არამედ ჩემი ოცნების ახდენა. თავს მზად, მოტივირებულად და ამაყარსნო. გასულ ზაფხულს ლივერპულში გადასვლას დათანხმდით. როგორი იყო მაშინ ეს მომენტი და როგორი იყო აქ ჩამოსვლა, შემდეგ კი კონტრაქტზე ხელის მოწერა? როდესაც გასულ ზაფხულს ლივერპულის შეთავაზებას დავთანხმდი, ვიგრძენი, რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაც დიდი იწყებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად მესმის, რას ნიშნავს ლივერპულის მოთამაშედ ყოფნა. დიოგო ჟოტასა და ანდრე სილვას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ კლუბისთვის ძალიან რთული პერიოდი დადგა. რამდენად გაერთიანდა და დაუჭირა გუნდმა ერთმანეთს მხარი, ასევე თქვენ და ყველა ახალწეულს. დიახ, როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, კლუბისთვის ძალიან რთული მომენტი იყო, თუმცა აქ ყველა ერთმანეთს უჭერდა მხარს. ხედავ, როგორი დიდი ოჯახია. ჩვენ უბრალოდ გუნდი არ ვართ, პირველ რიგში ვართ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ. დიოგუსთან ერთად არასდროს გითამაშია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ მოგიწია თამაში, ასე რომ იცი, რამდენად კარგი მოთამაშე იყო. თუმცა ენფილდსა და მთელ მსოფლიოში მის მიმართ მიძღვნილი ყველა აღნიშვნის ნახვა იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად კარგი ადამიანი იყო. მასთან ერთად არ მითამაშია, მაგრამ ევრო 2024-ზე მის წინააღმდეგ ვითამაშე. ამიტომ დავინახე, რამდენად საოცარი მოთამაშე იყო. ნახე ისტორიები, შეტყობინებები და სიყვარული მის გარშემო მყოფი ადამიანებისგან. ხედავ, რამდენად საოცარი ადამიანი იყო მოედნის გარეთად. დარწმუნებული ვარ, გასულ სეზონში ლივერპულის თამაშებს ყურადღებით აკვირდებოდი, ახლა კი აქ ხარ. საკმაოდ დატვირთული სეზონი იყო. ნამდვილად ყველა თამაშს სხვა განცდით ვუყურებდი, თითქოს უკვე გუნდის წევრი ვიყავი. პრემიერ ლიგის მოგებისა და შემდგომი ზეიმის შემდეგ როგორი იყო ემოციები, კიდევ უფრო მეტად ხომ არ ღელავდი. რა თქმა უნდა, საოცარი იყო ამ გულშემატკივრობის ნახვა და იმის თუ როგორ აღნიშნავდნენ ფეხბურთელები მათთან ერთად ჩემპიონობას. ეს თითქოს შეხსენება იყო იმის თუ რამდენს ნიშნავს ეს კლუბი ამ ადამიანებისთვის. პირველი ქართველი ფეხბურთელი ხართ, რომელიც ლივერპულს წარმოადგენს. რამდენად ამაყი ხართ ამ ფაქტით და რას ნიშნავს ეს შენს სამშობლოში მყოფი ადამიანებისთვის? რა თქმა უნდა, ძალიან ვამოყობ, რომ ლივერპულის მაისურით პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ და ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და ქართველი ხალხისთვის. და ბოლოს, გაქვთ რაიმე გზავნილი ლივერპულის გულშემატკივრებისა და ამ ინტერვიუს მხილველი ქართველების მიმართ? დიახ, რა თქმა უნდა, ვიცი რა პასუხისგებლობაც მოყვება ამ მაისურის ტარებას. ეს სამკერდე ნიშანი ძალიან ბევრს ნიშნავს ძალიან ბევრი ადამიანისთვის. აქ ვარ იმისთვის, რომ ყველა ვარჯიშზე, ყველა მატჩში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. გუნდს დავეხმარო და ჩვენი გულშემატკივრების ნდობა დავიმსახურო. მინდა რამოდენიმე სიტყვა ქართულადაც ვთქვა. სურს მადლობა გადაუხადო ქართველ გულშემატკივრებს. ვამაყობ, რომ ამ დიდებულ კლუბში საქართველოს წარმოვადგენ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემით კიდევ უფრო იამაყოთ. განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა. წარმატებები მამარდას, ასევე როგორც ქოჩორაშვილს, მათ ახალ კლუბებში და ახალ ისტორიებში. მინდა რომ ყველამ ერთად როგორც გვახასიათებს, როგორც შეგვიძლია კომენტარებში დავწეროთ #წინბიჭებო. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩელსის ტრიუმფით დასრულდა. არისტოკრატებმა ფინალში პარი სენ-ჟერმენი 3-0 გაანადგურეს და გადამწყვეტი შეხვედრის
შემდეგ გოლმა ოქროს ბურთის პრესტიჟულ ჯილდოს საკუთარი რეიტინგი განაახლა. PSG-ს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კლავინდებურად ტოპ 10-ში იმყოფება. საკლუბო მსოფლიოს დაწყებამდე კვარა მე-9 პოზიციას იკავებდა და ბოლო მონაცემებით ისევ ამ ადგილზეა. კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკა მთლად კარგად არ აღწევს დონეს, რომელიც მიმდინარე სეზონში აჩვენა. ქართველმა გარემარბმა ორი სხვადასხვა კლუბის პარი სენ-ჟერმენისა და ნაპოლის ტრიუმფებში შეიტანა უდიდესი წვლილი და ამავდროულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ევროტურნირზე კვარაცხელიამ რამოდენიმე ეფექტური და ამაღელვებელი მომენტი შემოგთავაზა. ყველაზე გამოსარჩევი მეოთხედფინალში ასტონ ვილასთან გატანილი საოცარი გოლია, რომელმაც ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიქცია და კვარამ ნომინანტებს შორის აუცილებლად მოხვდება. წერს გამოცემა გოლი. ცნობილი გამოცემის მიხედვით ოქროს ბურთის დასაკუთრების ფავორიტი ისევ უსმან დემბელია. მეორე ადგილზე ლამინ იამალი იმყოფება. ვიტინია კი მესამე ადგილზე გახლავთ. და ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვ და იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააჭირეთ ლაიქის ღილაკს და გამოიწერეთ არხი. მე კი მალე დაგიბრუნდებით და წარმატებები.